საკმაოდ რთული ვითარებაა დღეს საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი გამომდინება ბუნებრივი კატასტროფის, რომელსაც ჩვენ გარემოს დამცველები ყოველთვის პროგნოზირებთ. იქიდან გამომდინარე, რომ კლიმატის ცვლილება სახეზეა, რეალურად შეიძლება ბევრი პოლიტიკოსი მსოფლიოში არ იზიარებდეს ამ მოსაზრებას, მაგრამ სამწუხაროდ კლიმატი მაინც იცვლება და ვიცით, რომ პლანეტა აბსოლუტურად შეიძლება ცოტა ხანში სხვა სახე მიიღოს და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, ჩვენ გვეცვლება მეტეოროლოგიური პრობლემები და მონაცემები. დღევანდელი არქტიკის ციკლონი, რომელიც შემოვიდა საქართველოში, მოიცვა მთლიანად კავკასიის რეგიონი, მათ შორის თურქეთი. რეალურად თურქეთიდან დაიწყო, ასე ვთქვათ, ეს ცივი ჰავა, თოვლიანობა და შესაბამისად შემოვიდა სანაპიროსი და ვრცელდება ნელ-ნელა. მართალია მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ესე იგი პირველ 2-ის ჩათვლით, 3-ის ჩათვლით კიდე იქნება გაუარესება ამინდის და დაბალი ტემპერატურები იქნება, შემდგომ თითქოს იჭერს დაბალ ტემპერატურებს და ეს კარგია, იმიტომ რომ სწრაფად არ მოხდება დადნობა, იმიტომ ეს კიდე დამატებით სხვა სტიქიურ კატასტროფას გამოიწვევს და ეს არის პრობლემა დღეს, რასაც ვხედავთ. მზად ვიყავით თუ არა ჩვენ ამისთვის არ ვიყავით მზად. მიუხედავად იმისა, რომ გადავიტანეთ 2023-ში, მანამდე გადავიტანეთ 2015-ში ვერის ტრაგედია, მერე შოვის ტრაგედია, მერე ენერგიეთის ტრაგედია, მერე გურიის ისევ ტრაგედია, რაც სექტემბერში მოხდა 2023 წლის, ანუ 3 ადამიანი დაგვეღობა. ჩვენ წყალდიდობა იყო, ჩვენ აღმოჩნდით ისევ აბსოლუტურად უსუსურები, ისევ არ აგვაქვს რეაგირების გეგმები, ისევ არ აგვაქვს ადაპტაციის გეგმა კლიმატთან, ისევ არ აგვაქვს კონკრეტული ხელსაწყოები, გვაკლია მძიმე ტექნიკა, მუნიციპალიტეტებს არ შეუძლიათ ოპერირება და სწრაფი ოპერატიული რეაგირებები. დავაგვიანეთ დაწყება ოპერაციების, დავაგვიანეთ გაწმენდა გზების მაშინ, როცა ჯერ კიდე საფარი არ იყო 30 სანტიმეტრზე მაღალი. არ მივაქციეთ ყურადღება და დღეს ვიმკით იმას, რასაც ვიმკით, რომ უამრავი სოფელი არის მოწყვეტილი, უამრავი პიროვნება ჩვენი მოქალაქე არის დენის გარეშე დატოვებული, ან გაზის გარეშე დატოვებული და ეს არის პრობლემა. კალდონინო, თუ არსებობს ზოგადად სტიქიებთან ბრძოლის ეგრეთ წოდებული პროტოკოლი ქვეყანაში, რის მიხედვითაც რაღაც გაიდლაინები, რის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ და თქვენ ახსენეთ, რომ იყო ხო შესაძლებელი ამის პროგნოზირება, მაშინ რატომ მივდივართ ამ მდგომარეობამდე, რაში მდგომარეობს? როგორ არის, იცით, ჩვენ სამწუხაროდ რაღაცა პასუხისგებლობები ეტყობა არ გვახასიათებს. იმიტომ რომ ვერის ტრაგედიის შემდეგ ძალიან სერიოზულად დაისვა საკითხი და შვეიცარია დაგვეხმარა იმაში, რომ მომზადებულიყო ესეთი, ასე ვთქვათ, სქემა საგანგებო სიტუაციების, როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რომელ დონეზე გაწერილია ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად, უბრალოდ არ არის მიღებული მთავრობის მიერ და დევს თაროზე. ეს დოკუმენტი მომზადდა, თან მოგხსენებათ, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილები არიან შვეიცარიელები, იმიტომ რომ მაღალმთიანი რეგიონია და მათ ქონიათ ესეთი ბუნებრივი კატაკლიზმები და კატასტროფები და იციან, როგორ უნდა იმოქმედონ, ისინი კიდევ ვითარდებიან ამ მიმართულებით, იმიტომ რომ სხვა გამოწვევებია ახალი უკვე კლიმატიდან გამომდინარე და დაგვეხმარენ მაშინ და გააკეთეს და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს არ უნდა დამტკიცებულიყო. მერე გარემოს დაცვის სამინისტრო გაერთიანეს სოფლის მეურნეობასთან, ყველას დაავიწყდა, რომ ეს გეგმა უკვე არსებობდა, მომზადებული იყო და დავჭით ესე, რომ არა გვაქვს არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ვსაუბრობდით შოვის ტრაგედიის შემდეგ, ამაზე ვსაუბრობდით ენერგიეთის ტრაგედიის შემდეგ. მაშინ რის მიხედვით მოქმედებს სახელმწიფო? რა დოკუმენტი? სტიქიიდან სტიქიამდე.
მოქმედებს სტიქიიდან სტიქიამდე. მერე გვახსენდება რომ ტრაქტორი არა გვაქვს, მერე გვახსენდება რომ ვერტმფრენების ნაკლებობა გვაქვს, მერე გვახსენდება რომ საჭმელი უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას, მერე გვახსენდება რომ თურმე გურიაში წყალი არა აქვს მოსახლეობას სასმელი, იმიტომ რომ ვერ მიდიან ჭებამდე და ეუნებიან თოვლი დაადნეთო, ნუ კარგით რა. მე მაინტერესებს როგორია ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკა. აი, როდესაც ხდება პროგნოზირება, რომ რაღაცა კონკრეტულ პერიოდში არის, თქვათ, საშიშროება კლიმატის გაუარესებასთან დაკავშირებით. ადგილობრივ დონეზე, დავასრულებ, აქვს თუ არა სახელმწიფოს ვალდებულება, რომ გააფრთხილოს მოსახლეობა, გააფრთხილოს არა, თქვათ, მხოლოდ SMS-ის სახით, რომ ამინდი გაუარესდება, არამედ იმ დონეზე, რომ მოსახლეობამ შეძლოს გარკვეული ზომების მიღება, თუნდაც მარაგების შექმნა, საკვების ან რაღაც იმ ტერიტორიიდან გადასვლა სხვა ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. აი, როგორი არის გაწერილი საერთაშორისო გეგმა, რაც უნდა გაკეთდეს იქამდე, სანამ ეს მოხდება, რა თქმა უნდა. აი, ნებისმიერი ესეთ შეტყობინება რომ მივიღეთ SMS-ით და 112-მა შეგვატყობინა. ეს ერთი არის, რომ მოსახლეობა ზეუნებიან გაფრთხილდით. რა შემდგომარეობს ეს გაფრთხილება, უბრალოდ არავინ აღარ იცის. ეს მაინტერესებს ძალიან მოკლე SMS-ი. ხო, ანუ რა შემდგომარეობს გაფრთხილება. საქმე იმაშია, რომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ პირველადი გაფრთხილების სისტემებზე, არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცამ სიგნალი უნდა ჩართოს და აი განგაშის სიგნალზე უცებ მოსახლეობა მობილიზდება. ესე არ ხდება. ეს არის პირველადი გაფრთხილების სისტემა ნიშნავს იმას, რომ მიიღო ხელმძღვანელებმა, ანუ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ რაღაცა ვარესდება, ისინი იწყებენ ქვედა დონეზე უკვე მუშაობას და ყველა ადამიანმა იცის, როგორ უნდა იმოქმედოს. ანუ არსებობს კონკრეტული რეაგირების გეგმები, ყველა კონკრეტულ კატასტროფასთან მიმართებაში, ამის გაწერა თავისუფლად, ამას ვითხოვდით ჩვენ ყოველთვის, რომ ეს არის გასაკეთებელი, ეს არის პირველადი შეტყობინება. სამუშაოები არის ჩასატარებელი, ასე ვთქვათ, მოსახლეობასთან, რომ მოსახლეობა უფრო თვალნათლით ხედავდეს, როგორ უნდა მოიქცეს, მაგალითად, მოგივიდა გაფრთხილება, რომ იცვლება ამინდი, ანუ უნდა წახვიდე, უნდა დააგროვოს საჭმელი, უნდა გააკეთო მედიკამენტები, უნდა მოიმარაგო და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის უნარჩვევები, რომელიც უნდა გამომუშავდეს თვითონ მოსახლეობაში, მაგრამ თუ ჩვენ ამაზე არ ვესაუბრეთ მედიის მეშვეობით, ან კონკრეტულად ამ ხალხთან უშუალო კონტაქტით არ ვისაუბრეთ, აი კარდაკარები პოლიტიკურ არჩევნების დროს კი არ უნდა ჩატარდეს, აი ესეთი ტიპის კარდაკარი უნდა ჩატარდეს, რომ თითოეულმა ადამიანმა გაიგოს, რა უნდა მოიქცეს, როგორ უნდა მოიქცეს და უნარჩვევა გამომუშავდეს. ეს ძალიან რთული სამუშაო, ესე მარტივი, რა თქმა უნდა, არ არის. მაგის გარდა არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს მომზადებული, აი რეაგირების გეგმა რო ვთქვი, ანუ ერთი არის, რომ SMS-ი მივიღეთ მე და თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქემ, მაგრამ მუნიციპალიტეტებმა ყველა მიიღო უფრო ფართე ინფორმაცია, იმიტომ რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ესეთ ინფორმაციებს ავრცელებს. 90-იან წლებში, როცა ძალიან გვიჭირდა, მაშინაც კი, მაშინდელმა ჰიდრომეტეოროლოგიურმა სამსახურმა არ შეუჩერებია ამ ბიულეტენების გავრცელება, ანუ მუდმივად ხდებოდა ინფორმირებულობა გადაწყვეტილების მიმღები პირების. დღეს განსაკუთრებით ინტენსიურად აკეთებენ. ამიტომ უკვე ქმედება უნდა დაწყებულიყო. მე რატო ვამბობ, რომ 30 სანტიმეტრი როგორც კი ნახა ხელისუფლებამ ადგილზე, რომ თოვლი არ წყდება, უკვე ტრაქტორები მობილიზებული უნდა ყოფილიყვნენ, უკვე გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ. ანუ ვაგვიანებთ ხოლმე, იმიტომ რომ არა გვაქვს ესეთი დეტალური რეაგირების გეგმები და ეს არის პირველად რეაგირების სისტემა.